Salmებით, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ქართული სასამართლო ყოველ დღე მიდის ცუდისკენ უკან და უკან მიდის რა. ყოველი შემდგომი პროცესი, რასაც კი ვესწრებით და საზოგადოება ხედავს, არის სულ უკან გადადგმული ნაბიჯი, რომ სამართალი აღარ არსებობს ქვეყანაში და აღარ არსებობს არც ერთი ინსტანცია, სადაც სამართალს მიაღწევ ადამიანი. გუშინ რაც მოხდა, ეს როგორ შეიძლება შეფასდეს ისიც, რომ გუშინ ფაქტობრივად მართლმსაჯულება მოკვდა სასამართლო, გუშინ იყო გარდაცვალების დღე სასამართლოს, როცა მართლმსაჯულების აღმსრულებელი მოსამართლეს ელემენტარული უფლებამოსილება არ დაუტოვეს, ტექნიკური გადაწყვეტილება მიიღოს. აქ საუბარი არ არის რაიმე სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე, ვიღაცის მიმართ მართლმსაჯულება აღასრულოს თუ არ აღასრულოს. აქ საუბარი არის ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილება მიიღოს, როცა ერთ პატარა ოთახში იხრჩობა ამდენი ადამიანი და მათ შორის პოლიციელიც და ბადრაგიც და თვითონაც ძლივს სუნთქავს, ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას გამოცვალოს დარბაზი და შესვენება გამოაცხადა, ალბათ გარკვეულ ადგილებზე გადარეკა, სადაც უნდა მიეღო ამის ნებართვა, ვერ მიიღო ნებართვა, დაბრუნდა დარბაზში და გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ამოეხრჩო ეს ხალხი ამ პატარა ოთახში. ეს არის სასამართლოს რაღაც, არ ვიცი, უკანასკნელი პერიოდი და ბოლო პერიოდებს ითვლის თვითონ ეს რეჟიმიც და თვითონ ეს სასამართლოს. გუშინდელმა და გუშინწინდელმა ამბებმა, მათ მიერ ჩატარებულმა პროცესებმა, მათ მიერ განხორციელებულმა უკანონობებმა და მაქსიმალურმა ადამიანების მიმართ ცინიკურად და აგდებულად აგდებამ გამოიწვია ის, რაც დღეს ხდებოდა რესტორან ბაბილოსთან. სწორედ ამისთვის, რასაც ისინი აკეთებენ და აფუჭებენ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების მიმართულებით, ჯილდოებს ღებულობენ, პრემიებს ღებულობენ, დანამატებს ღებულობენ და მერე საზოგადოებას აბუჩად იგდებენ და ჯდებიან რესტორანში და იხდიან კორპორატიულ რაღაც დღესასწაულებს. თითქოს ქვეყანაში ყველაფერი რიგზე იყოს და თითქოს ამ მოსამართლეების რაღაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. მხოლოდ აფუჭებენ და ამისთვის ღებულობენ გასამრჯელოს და შემდგომ საზოგადოებას მასხრად იგდებენ და ჯდებიან და ამავდროულად უნდათ, რომ არავინ დისკომფორტი არ შეუქმნათ. შევიდნენ, დაჯდნენ, იქეიფონ, იმხიარულონ, როგორ შეიძლება ამას მოსამართლე ეწოდოს და როგორ შეიძლება ამას სასამართლო ეწოდოს. ეს არის არ ვიცი, მარაზმი და მე მიმაჩნია, რომ პროტესტი ყველა დღე უნდა გაგრძელდეს და ყველას მიმართ უნდა გაგრძელდეს. მარტო ერთი ინსტიტუციის სასამართლოს კი არა, დღეს სასამართლო გამოყენებული არის ამ რეჟიმის მთავარ ძალად, რომელიც ამაგრებს ამ რეჟიმს, მაგრამ არის სხვა ინსტიტუციები, რომლებიც ასევე ჩართული არიან რეჟიმის გამაგრებაში. რაც შეეხება რასაც ვუყურებთ, დღის ბოლოს რა პროცესებსაც ვხედავთ, ხო? გდდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ქვია და დღეს მათთვის განსაკუთრებული დავალება არის მურუსიძემ რომ ჭამოს საჭმელი რესტორანში. სამარცხვინოა, როგორ შეიძლება ამხელა ბიჭებს აკადრო ასეთი სტატუსის სამსახურს აკადრო მურუსიძის ჭამის პროცესის ყარაულობა და ერგნეთთან არიდგე და ენგურთან არიდგე, სადაც ყველა დღე ადამიანებს იტაცებენ, უკანონოდ აპატიმრებენ, აბუჩად იგდებენ და ანადგურებენ ქართულ სულს და არ ვიცი, საქართველოს მოსახლეობას ჩვენ იმ რეგიონებში, სადაც გვაქვს კონფლიქტური სიტუაცია და ეს ინსტიტუცია ყავთ დაყვანილი, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი ყავთ დაყვანილი, რომ უყარაულოს მურუსიძეს და მის ბანდას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ესენი აღარც მოსამართლეები არიან და აღარც ადამიანები. ეს არის ბანდად ქცეული, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ და ამისთვის ღებულობენ გაორმაგებულ ხელფასებს და დანამატებს. თავისი ფუნქციის შესრულებისაგან არიან სრულად აცდენილი. ასრულებენ დავალებებს, ასრულებენ კონკრეტული ადამიანის მითითებებს. სასამართლო არ მუშაობს ერთი კაცის დავალებები, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი არ მუშაობს ერთი კაცის დავალებები და ერთი კაცის ერთ კაცს ეს ქვეყანა მიყავს დაღუპვისკენ და ამდენი ადამიანი
უყურებს ინსტიტუციებზე მაქვს მე საუბარი და საჯარო სამსახურებზე და ასე გულგრილად უყურებს და ასე დაღუპვისკენ მიყავს ქვეყანა და არავინ არაფერს არ მოიმოქმედებს სამწუხაროდ. ამავდროულად ბარემ ვიტყვი იმასაც რომ ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება სხვათა შორის საჯარო მოხელეებს, ვინც სამსახურებში არიან დღეს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრებათ. ჩახედონ რა ცვლილებები შეიტანეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ენასთან მიმართებაში რა ცვლილება შეიტანეს, კონტექსტში კარგად განიხილონ და მიხვდებიან რომ არავინ არ არის დაზღვეული და ახლო მომავალში თუ ვინმეს ერთი სიტყვა პირიდანაც წაცდენია ევროპა საუბარი არ არის სხვა რამეზე. ევროპა მინდა წაცდენია პირიდან, სულ ყველა სამსახურებიდან გაყრიან და ყველა იმ შედეგს მიიღებს რა და ყველას მოუწევს აუცილებლად ქუჩაში დგომა და ყველას მოუწევს ლუკმაპურის შოვნა. აქ ბედნიერად იცხოვრებს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც რეჟიმის მონური მსახური იქნება. სხვა ვერავინ ვერ იცხოვრებს, ამიტომ დროა ყველა გამოფხიზლდეს და ყველა პროტესტის ავანგარდში ჩადგეს, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ განთავისუფლებამდე და რუსეთის გზას ავაშოროთ და დავაყენოთ რელსებზე ევროპის. კი ბატონო, აუცილებლად